ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა სხვათა შორის ურთიერთობებზე. მე მინდა რომ ჩვენ ხშირად იგავებზე ვსაუბრობთ, მაცხოვრის იგავებზე. ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ აი სახარებაში დაწერილი თითოეული სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ნახეთ წინაზე რომ ვამბობდით, რაც უფალმა მოიმოქმედაო. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს. ყველაფერი რომ დაწერილი იყო, ეს სამყარო ვერ დაიტევდაო აღწერილ წიგნებს. გესმით? ანუ იმდენი რამ მოიმოქმედა უფალმა იესო ქრისტემ ადამიანის გამოსახსნელად. მაგრამ ის რაც დაიწერა, ჩვენთვის სამოძღვრებლად დაიწერა, რომ მისით ჩვენ გადავრჩეთ და ვცხონდით. გესმით? ის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია რაც დაიწერა. იქ შემთხვევით 100 არ წერი. და მათ შორის იქ რაც დაიწერა, ერთ-ერთი უნიშნელოვანესი არის მაცხოვრის იგავები, იმიტომ რომ ხშირად მაცხოვარი ადამიანებს იგავებით ელაპარაკებოდა. იგავი თითქოს სხვაზე გიყვება რაღაცას, თითქოს სხვა არ. მაგრამ შენთვის გასაგებია და შენთვის მაცხოვნებელი. ეხლა ამ იგავში რა არის? მოდი ჯერ ამბავი მოვყვეთ, რა ამბავია. თვითონ ეს ამბავიც უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და მე მისი იგავური განმარტება კიდევ უფრო სხვა სიმაღლეზე აიყვანს ადამიანის გონებას. თვითონ იგავი ასეთია. ერთი კაცი მოდიოდა იერუსალიმიდან იერიქონში. გზაში ავაზაკები დაესხნენ თავს. გაძარცვეს, გვემეს, ანუ სცემეს და დაწყულებული ძის დააგდეს და წავიდნენ. ამ დროს ჩამოიარა მღვდელმა. აი ნახეთ, ალბათ აი რომელიც უფრო წინ მიდის, ეს ნახატებია რაც მოვიძიე ვიპოვე ინტერნეტში ისა. ჩამოიარა მღვდელმა, დაინახა ეს ძის დაგდებული, მაგრამ გვერდი აუარა და წავიდა. შემდეგ ჩამოიარა ლევიტელმა. ეს ლევიტელი ვინ იყო, იცით, აი იაკობის 12 შვილიდან ერთ-ერთი იყო ლევი, უბრალოდ შვილი 13 იყო და ვაჟი 12 იყო. და ამ 12 ვაჟიდან წამოვიდა ისრაელის 12 ტომი. მე-13 იყო დინა, გოგონა. მისგან წამოსული შტო ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ესე მამაკაციდან მოდის. და ამ 12-დან ერთ-ერთი იყო ლევი. და უფალმა ლევის ტომი გამოირჩია ტაძრის მსახურებად. აი როგორც ახლა დღეს რო ვთქვათ, რომ აი სტიქაროსანი, დიაკონი, მედავითნე, მღვდელი თუ მღვდელმთავარი, ყველა აი ამ ტომიდან იყო. აი ლევიტელმა ჩაიარა. ფაქტიურად იქ ხომ მღვდელმა ჩაიარა. მერე მნათეს რო ჩაევლო თუ მგალობელს და მედავითნეს და ახლა რატო ამაზე ყურადღება გამოხვილებული? თუ ღვთისმსახურია, ღვთისმსახურება განაისიც არ არის, რომ გაჭირებულს მიაქცია ყურადღება და არც ამან არ მიაქცია ყურადღება. მერე ჩამოიარა სამარიტელმა. ეს სამარიტელები ისტორიულად იუდეველთა მტრები იყვნენ. ისინი არ იყვნენ იგივე რჯულის ხალხი, არც იგივე ერის ხალხი იყო. აი ნახევრად წარმართები იყვნენ და ნახევრად მათი რჯული ჰქონდათ. თან ისედაც ერთმანეთთან არ ჰქონდათ შეხება, გესმით? აი ერთხელ მაცხოვართან რომ მიდის სამარიტელი დედაკაცი, ისეუბნება, განა არიციო რომ იუდეველები სამარიტელებთან ურთიერთობაში არ შემოდიანო. გესმით, ამდენად ჰქონდათ დაპირისპირება, რომ ერთმანეთთან არ ურთიერთობდნენ. მაგრამ ნახეთ, როდესაც დაინახა, თუნდაც მტერი, მაგრამ ძის დაგდებული და დაწყულებული, ის გაჩერდა, არა უარა გვერდი. აი ვისაც უფრო ეკუთვნოდა, რომ გვერდი არაეარა და მიხმარებოდა, იმან აუარა. და ამან მიაქცია ყურადღება, ჩამოვიდა ღვინო და ზეთი დაასხა ჭრილობაზე, შესვა თავის სახედარზე, მიიყვანა სასტუმრო სახლში და უთხრა სასტუმროს მეპატრონეს, რომ მოუარეო 2 დინარი მისცა, მოუარეო და თუ რამე დანახარჯი გექნებაო, რომ დავბრუნდებიო, იმასაც აგინაზღაურებ. ახლა მოდი ჯერ იმაზე ვისაუბროთ, რაც თვალნათლივ ჩანს, ესე იგი, რაც მოხდა. მარტო ის, რომ დაუშვათ ადამიანი
ეკლესიურად ცხოვრობს, ან თუნდაც ტაძრის სახურია, როგორც ლევიტელი, ან თუნდაც სასულიერო პირია, ეგ უკვე კი არ ნიშნავს, რომ ის ცხონებულია. პირიქით, შენ თუ აი ამ მოწოდებაზე ხარ უფლისგან ასე მოგიწოდა, რომ თავის სამსახურში ჩაგაყენა. უნდა უფრო მეტად გულმოდგინე იყო და გულისხმიერი, ეგრე არ არის? და ფართო გაგებით კი ღვთისმსახურება ვინ არის? აი ღვთისმსახური, აი ეს კაცი იყო. მოციქული იაკობი ამბობს, ღვთისმსახურება უბიწო და მართალი ეს არის ქრივებსა და ობლებს მიხედო მათ გასაჭირში და შენი თავი დაიცა ამ წუთისოფლის ამაოებისაგან. ნუ ეს გასაგებია, რომ ქრივებსა და ობლებს მიხედო და თუ რამე უჭირთ გვერდში დაუდგე, ეს ადვილი გასაგები. და საკუთარი თავი დაიცა ამ წუთისოფლის ამაოებისაგან ნიშნავს, რომ შენი თავი როგორც ქრისტეს მიმდევარი, როგორც ქრისტიანი, აი ესე მოაწესრიგო. მართლაც ქრისტეს ბაძავდე. ამას წინათ სხვათა შორის ახლა მე ცოტა გადავუხვევ, თუმცა თუნდაც გადახვევა არ იქნება. მე სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ. აქ ხშირად მოდიან ხოლმე, რომ ნათლობა გვინდა, რაღაცა ჯვრის წერა გვინდა. ნათლობის დროს ესე იგი, ნათლია ამბობს, რომ განვეშორები ეშმაკს, რამდენიმე გზის ამბობს, რამდენჯერმე და შეუდგები ქრისტეს, ანუ გავყვები ქრისტეს. თუ ბავშვი პატარაა და 2-3 წლის ბავშვი რა პირობას დადებს, არა, ამიტომ ნათლია პასუხისმგებელი. აღმოაჩინა ესეთი რამ, ნუ ახლა სახელებს არ დავასახელებ და იმედია რომ არ ეწყინებათ, თუ არ და საწყენიც აქ არაფერია, მე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, რაც რეალობაა, რომ სხვებმაც გაითვალისწინებთ. აღმოაჩინა რომ მათ ნათლულები უკვე ყავდათ, სხვა ნათლულები, აი ვინც იმ ჟამს ნათლია უნდა ყოფილიყო და მე ვეკითხები რომ თქვენ მეთქი იმ ნათლობის დროსაც ხო შეპირდით ქრისტეს რომ გამოყვებით? კიო შევპირდით. ესე იგი რა გამოდის? პირობა დადეთ და არ შეასრულეთ მეთქი? გესმით, ერთი ბავშვი ხო ყავდათ ადრე მონათლული, მაშინაც თქვენს გამოყვებით უფალო, შეგიდგებით, ანუ შენ მოგბაძავთ და არ მიბაძეს. და ეხლა კიდე ახალ პირობას დებ გამოყვები უფალო და რამდენჯერ უნდა თქვა გამოყვები. გესმით, რაზეა ლაპარაკი? ანუ შენი თავი მოაწესრიგო, ქრისტეს მიბაძო. ადამიანი ქრისტიანი რომ იყოს, არ არის მარტო ის რომ მოინათლა. მოინათლა ნიშნავს რომ შეაღო კარი ეკლესიისა, ეკლესიის კარში შევიდა, ნათლისღება არის კარი ეკლესიის, აი დაიბადა ადამიანი. მაგრამ ეხლა რომ დაიბადა, ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ უკვე ის ადამიანი იქნება. გესმით, ადამიანი ის არის სხვაზე რო ზრუნავს, რომ დაიბადა, ეგ უკვე არ ნიშნავს რომ ის ადამიანია და შემდგარია. გესმით? სპორტ დარბაზის კარს რომ შეაღებ, არ ნიშნავს რომ უკვე სპორტსმენი ხარ. მაგრამ გაქვს შესაძლებლობა გაისარჯო, იშრომო და გახდე სპორტსმენი. უნივერსიტეტის კარს რომ შეაღებ, არ ნიშნავს რომ უკვე დოცენტი ხარ თუ პროფესორი. უნდა გაისარჯო და ისწავლე. ეგრე არ არის? ქრისტიანობა ის ეგრე, შეაღე კარი ნათლისღებით. მაგრამ თუ შენ არ ხარ, არ ცდილობ რომ მიბაძო ქრისტეს, მაშინ აბა რა ქრისტიანობაზეა ლაპარაკი. გესმით, აი, ეგ არის ერთი რომ სიკეთე აკეთო და მეორე რომ ესე იგი გაჭირებული, ნუ მეორე რომ შენი თავი მოიყვანო წყობაში. მე ჩვენ სხვა დღეს განვიხილავთ 10 ქალწული სიგავს და იქაც ძალიან კარგად და ნათლად ჩანს ეს ყველაფერი. ეხლა იგავურად რა ხდება? იგავურად რა ხდება? იერიქონიდან იერუსალიმში მიმავალი კაცი, ნუ ეს სხვა ვარიანტია იგივე აზრის. იერიქონიდან, უბრალოდ მაბადიეთ, იერუსალიმიდან იერიქონში მიმავალი კაცი ნიშნავს ადამიანს, ან კაცობრიობას, რომელიც 60-დან გამოიდევნა იერუსალიმში 60 იგულისხმება. გამოიდევნა თავისი ცოდვის გამო დაეცა. აქ როგორც აქ ავაზაკებმა სცემეს და დააგდეს დაწყლებული, ისე ადამიანი ეშმაკმა დააწყლულა და დააგდო ესე შუაგზაზე. რატომ ეშმაკმა? იმიტომ რომ ეშმაკ შურს ადამიანისა. ეშმაკი ზეციდან იქნა გადმოგდებული თავისი უმადურობის და ამპარტავნების გამო, რომ ღმერთს უნდოდა გატოლებოდა და ის რაც ეშმაკმა დაკარგა, ადამიანს აქვს პოტენციაში რომ ის ბედნიერება, ის სიხარული დაიმკვიდროს, ამიტომ შურს მისი. გარდა ამისა,
ღვთის ყველაზე ძვირფასი ქმნილება არის სწორედ ადამიანი. ყველაფერი ადამიანისთვის შექმნა. აი ამ ოთახში რასაც ხედავთ, ყველაფერი ადამიანისთვის არის. თავისთვის არაფერი არ არის. ყველაფერი ადამიანისთვის არის. ისე როგორც სამყაროში და ეშმაკს უნდა რომ ღმერთი დაამწუხროს, იმით რომ მის საყვარელ ქმნილებას ავნებს და დაღუპავს. აი სწორედ ასე ადამიანთა მოდგმა ეშმაკმა ჩააგდო ცოდვაში. ეხლა ჩამოიარა მღვდელმა, ეს იგავურად რას ნიშნავს? რომ ძველი აღთქმის მღვდელმსახურება ადამიანს ვერ აცხოვნებდა. ვერც ძველი აღთქმის რჯული ამ ლევიტელის სახით წარმოდგენილი რჯულის შესრულება, იმიტომ რომ ვერც ერთი ადამიანი ბოლომდე რჯულს ვერ შეასრულებდა. ამიტომაც მოვიდა მოწყალე სამარიტელი. ამ მოწყალე სამარიტელში იგაურად იგულისხმება უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აი ეს ხატი რაც თავიდან თქვენ ნახეთ რომ შემოხვით. იგულისხმება უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც ადამიანისთვის მოვიდა, ადამიანთა საცხოვნებლად და წაიყვანა სასტუმრო სახლშიო, ხო გითხარით წეგან. ეს იგაურად ნიშნავს, რომ დაარსა მართლმადიდებელი ეკლესია. და თითოეული ჩვენგანი, ახლა შეხედეთ, აი ეს. თითოეული ჩვენგანი უფალმა აი ესე გვიპოვა გზაში. შეგვისვა მხრებზე, იქ სახედარზე. აი გინახიათ ეს ხატი მაცხოვარს ცხარი რო ყავს მხრებზე. აი ეს არის ჩვენა ვართ. ოღონ როდის, როცა ჩვენ ვართ ცხარი და თუ თხა ხარ, გარბი ხარ, გაურბი ხარ მაცხოვარს, თუ მორჩილი ხარ და თვინიერი, შენ მაცხოვარი მხრებით მიგიყვანს და მოგვიყვანა ჩვენ თითოეული მართლმადიდებელ ეკლესიაში და ჩააბარა ჩვენი თავი მის მეპატრონის, ამ შემთხვევაში სასულიერო პირი იგულისხმება. ეხლა ამ კუთხიდან რო შეხედო, სასულიერო პირზე რა ხელა პასუხისგებლობაა. თითოეული თქვენგანი, რომელიც თქვენ აქ მოხვედით, ჩვენ აქ ჩვენით არავინ არ მოვსურვებთ. ყველა უფალმა მოგვიყვანა და შეხედეთ სასულიერო პირის მხრიდან ამ მდგომარეობას. რომ რა ხელა პასუხისგებლობას გძნობს, რომ ის ვინც მასთან მივიდა, სინამდვილეში ქრისტემ მიიყვანა, თავისი ჯვარცმით, თავისი ტკივილებით გამოიხსნა და მოიყვანა და შენ ჩაგაბარა. გესმით რა ხელა პასუხისგებლობა აქვს სასულიერო პირს. ოღონ მეორე მხრივ რო შევხედოთ, ეს კაცი თუ იმ სასტუმრო სახლიდან გაიქცეოდა, პასუხისგებლობა მასზე იქნებოდა. მაგრამ თუ ეს იქ დარჩება და დაუჯერებს იმას, პასუხისგებლობა იმ სასტუმროს მეპატრონეზე იქნება. ისევე როგორც შევადაროთ, ჩვენ როდესაც ექიმთან მივდივართ, პასუხისგებლობა მასზეა, რომ მას სწორად გამოიკვლიოს და გვიმკურნალოს. მაგრამ თუ ის გამოიკვლევს, ან არ დავაცდით გამოკვლევას, ან გამოიკვლევს და დაგვინიშნავს რაღაცა წამალს და ჩვენ არ შევასრულოთ, პასუხისგებლობა უკვე ჩვენზეა. ეგრე არ არის, მასზე ხო აღარ არის, მას სწორად გითხრა, მაგრამ ჩვენ არ, აი მაგალითად გზას ეძებ, ვიღაცა მიგასწავლა გზა. პასუხისგებლობა მასზე იყო, რომ სწორად ეთქვა, შენ თუ იმ გზაზე არ წახვალ, ვიზეა პასუხისგებლობა, მაშინ ჩვენზე. აი აქაც ესეა. ამას ვამბობ მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობის გამო. მოძღვარი მოვალეა, რომ მრევლს ღვთის სიტყვა უთხრას ისე, როგორც სწორია, მაგრამ მრევლი მოვალეა, რომ ამ სიტყვის მიხედვით მოაწყოს თავისი ცხოვრება. გესმით? ეს არის მაცხოვნებელი. აი ეს არის ძალიან მოკლედ ამიგავის მთავარი შინაარსი და განაჩენი თქვენ შეგიძლიათ რომ ეს მერე თქვენით გააღრმავოთ. ერთი რამე კიდე მინდა ვთქვა, გახსოვთ აი როდესაც გვერდი აუარეს. ძველი აღთქმის სიბრძნე ასე ამბობს. გლახაკთა კვნესის წამყრუებელიო თავადაც იტირებს, მაგრამ შემწყალებელი არავინ იქნება. ისე რომ გვერდით ეგრე ტკივნეულს და დაჩაგროს და აი ესე ძის დაგდებულს გვერდი არ უნდა აუარო ადამიანი. არ უნდა წაუყრუო მის კვნესას. ვიღაცა რო დახმარებას გთხოვს. თუმცა მეორე საკითხი აქაც ისეა, ყველაფერს ხო ორი მხარე აქვს. ნახეთ, ესე იგი, დიდაქე, გაგონიათ ესეთი რამე, პირველი საუკუნის საეკლესიო ძეგლი, მოძღვრება 12 მოციქულისა. იქ ასეთი რამე წერია. შენმა მოწყალებამო, ოფლი გამოიღოს შენს ხელშიო, სანამ გასცემო.
ზოგს ასე ესმის, რომ შენი ოფლი თუ რო უნდა იყოს ნაშრომი. კი ბატონო, ესეც სწორია, შენი ნაშრომი უნდა იყოს, რომ მოიპარო და მოწყალება გასცა, ეგ კი არა. რომ იშრომებ, მაგრამ მეორე მხრივ, რომც იშრომო და პატიოსანი გზით გქონდეს ნაშრომი, უნდა დაფიქრდე, ვის აძლევ, რისთვის აძლევ, რამდენს აძლევ. გესმით? არც დათური სამსახური უნდა გამოგივიდეს იმისთვის, ვისაც აძლევ, არ უნდა მიაჩვიო. იოლად გახსოვთ, დედა რო აძლევ, მამამ რო უთხრა შვილს, წადიო შვილო, იშრომე. სხვათა შორის ცოტა უფრო ადრე წლების წინ ერთი ორჯერ ღუმელი შემოვიტანე და ეს არის მეთქი ფულის ამოცნობი აპარატი და ბავშვებმა რა ფული განა ეგეთი რა ამოცნობი აპარატი. ეხლა ბანკებში ხო გვინახია რომ რაღაცა დაანათებს და შეეღო, რავა, ყალბია თუ არ არის და აი ეს არის მეთქი ესეთი იყო ხოლმე ძველად მეთქი და როგორ ეხლა გახსოვთ მამა რო ეუბნება შვილს რომ წადიო და იშრომეო და დედას ეხლა შეეწოდება დედა დათურ სამსახურს უწევს ამ შემთხვევაში და ფულს გაატან შვილს წადიო ირბინეო ცოტა ოფლი მოიდინეო და მოდი და მამას უთხარი რომ აი მე ვიშრომეო. თან ეხლა იქ ღუმელში სანთელი მქონდა ანთებული, ეხლა იმ ბავშვებმა ხო არ იცოდნენ რა იყო შიგნით. მამა ესე შეაგდებოდა და ესე დაიწებოდა. მეორეჯერ, მესამეჯერ და მეოთხეჯერ მართლაც რო იშრომა და რომ შეუგდო თავის ნაშრომს, ხო შეყვა ეს ბიჭი და ხო გამოიტაცა იმ ღუმელიდან. რატო? იმიტომ რომ მისი ნაშრომი იყო და დაენანა. გესმით? იმიტომ ამბობ, ადამიანი ტყუილად არ უნდა მიაჩვიო იმას, რომ აი ესე მოდიოდეს რაღაც. სამწუხაროა, მაგრამ დღეს ზოგიერთი ახალგაზრდა, რადგან ეხლა თქვენ ახალგაზრდები ხართ, არ ფიქრობს იმაზე, რომ მშობელი რას აკეთებს იმისათვის, რომ მოიპოვოს ის. მით უფრო, ეხლა ცოტა მტკივნეულ თემას შევეხებ, მით უფრო, როდესაც ჩვენ ოჯახის წევრი ემიგრაციაში ყავს გაგზავნილი. აქედან იქ არ ჩანს ის რა შრომას ეწევა, მაგრამ ჩანს ბანკომატი, რომლიდანაც ჩვენ ამას ვიღებთ და უდარდელად და უანგარიშოდ ხარჯავთ. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ არა იმაზე, რომ ეს ბანკომატიდან აღებული ფული რაიოლად გამოდის და რაიოლად იხარჯება და რა სასიამოვნო, მაგაზე კი არ უნდა დავფიქრდეთ. იმაზე უნდა დავფიქრდეთ, იმ ბანკომატში რა ტანჯვით შედის ის ფული. გესმით? ჩვენი დედის თუ მამის თუ ნათესავის ფიზიკურად დაუძლურების ხარჯზე შედის ის ფული იმ ბანკომატში და ჩვენ ესე იოლად არ უნდა გამოვიტანოთ და თავისუფლება არ უნდა მივცეთ ყველაფრის. არის სამწუხარო შემთხვევები, რომ ადამიანი არაფრად არ აგდებს, მაგრამ ის სინამდვილეში ფულის არაფრად ჩაგდება კი არ არის. ის მშობლის ჯაფის არაფრად ჩაგდება და ეს ძალიან ცუდია, ეს არ შეეფერება ადამიანს. კინაღამ დამიცვიდა. აი ხარ. მოდი ახლა ძალიან რომ არ დაგამძიმოთ, პირველ შეკითხვაზე გადავალ. თან აი მე ეს ამბავი უნდა მეთქვა კიდე თქვენთვის. ეს ამბავი უნდა მეთქვა და მე გადავალ შეკითხვებზე. ამის უთქმელობა არ შეიძლება. არ ვიცი როდის მოხდა, სიმართლე გითხრათ, ეხლა ვიპოვე მე ეს. სირიაში მოხდა მიწისძვრა. ეს გოგონა არის 7 წლისა. ვაჟი არ ვიცი, ვაჟია თუ გოგონა, ისიც არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, თავისი პატარა დედმამიშვილი. ეს 7 წლის გოგონა, აი მაღლაც ნანგრევებში არიან მოყოლილი. და მთელი 17 საათის განმავლობაში, 17 საათის განმავლობაში. აი ეს პატარა კუდრაჭა სხვადასხვა საინტერესო ამბებს უყვებოდა თავის ძამიკოს. რომ არ ეგძნობინებინა რა ტრაგედიაში მოყვნენ და რომ მივიდნენ 17 საათის შემდგომ მაშველები. ეუბნება რომ ჯერ ეს გაიყვანეთ. ჯერ ეს პატარა გაიყვანეთ. რამხელა ამბავი, აი რამხელა რამე შეუძლია სიყვარულს რომ და მეორე კიდე იცი რაზე დავფიქრდი, აი ადამიანები ერთმანეთისთვის ის რო ამბობს, დუმბაძე ამბობს თუ ადამიანი ადამიანისთვის მზეაო. ავტორი თუ მეშლება გამახსენე. დუმბაძე
აი ამ პატარა კუდრაჭასთვის ეს ცუნცულა სუპატარა რა ხელა იმედია ეს რომ მარტო ყოფილიყო მე ვფიქრობ რომ აუცილებლად შეეშინდებოდა ის თავის თავზე დაიწყებდა ფიქრს შეეშინდებოდა და დაიტანჯებოდა მაგრამ მას რომ საზრუნავად უფრო პატარა ყავდა ამან გააძლიერა და ძალა მისცა რომ მასზე ეზრუნა და ისე ნუგეშებინა და აი ამ ნუგეშით თვითონაც ნუგეშობდა ეს საოცარი ამბავი ადამიანს რამხელა რაღაც შეუძლია რომ მოახდინოს ძალიან მომეწონა ეს ამბავი და მინდოდა რომ თქვენამდე მომეტანა იყოს ეს ხატი აქ და რა ამაში ისმის რა არის ურთიერთობაში ყველაზე დიდი დანაშაული მე ვფიქრობ ყველაზე დიდი დანაშაული არის ღალატი აი უბრალოდ ღალატი ისეთი რამეა რომ აი მე რა ვიცი აბა შეიძლება ეს ღალატი რამით გამოსწორდეს აი ძალიან ძნელია ღალატი ორგულობა ანუ რომ ადამიანს ეუბნები რომ ესე იგი მის ხარეს ხარ თუ მისიანი ხარ თუ ერთად ხარ და სინამდვილეში გულში სხვა რამე გიდევს გახსოვთ იმპერატორმა რო უთხრა შენ ცა ბრუტუსმა უღალატა თავისმა ერთგულმა სახურმა ისევე როგორც ქრისტეს უღალატა თავისმა ერთ-ერთმა მოწაფემ იუდა ისკარიოტელმა და დანტე ალიგიეს თავის ღვთაებრივ კომედიაში ბრუტუსიც და იუდაც ერთად აყავს გამოყვანილი ერთ სიბრტყეზე რომ ერთნაირი რამე გააკეთეს და რა გააკეთეს ორივემ უღალატა მას ვინც მათ ენდო გესმით ანუ ვინც გენდობა მას რომ ღალატობ ეგ უკვე ურთიერთობაში ყველაფრის დასასრული მგონია მე პირადად იმიტომ რომ ნდობა ისეთი რამეა ერთხელ თუ შეირყა იმის გამთელება არ ვიცი თუ შესაძლებელია ძალიან რთულად და ან კი არის შესაძლებელი ნდობის კვლავ აღდგენა ძალიან რთული ამიტომ ძალიან უნდა გაუხსნილდეთ ჩვენ ურთიერთობაში ნდობას მეთანხმებით შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ იმიტომ რომ ამას ხომ მე მეკითხები და მე ჩემს აზრს ვამბობ ხოლმე და შეიძლება ბევრი რამე შემეშალოს ვინ არის ის გოგო მიკროფონი რომ უჭირავს ის საყვარელი გოგონა არის ბარბარე ზაკუტაშვილი ჩვენი ძვირფასი ბარბარე პირველად რომ საკვირაო სკოლა გაიხსნა 2017 წლის 26 ივნისს იქაც ესწრებოდა იქიდან მოყვება და ერთად მოვტირივართ ჩვენს წუთის ოფესო როგორც ითქვია ხო ერთად ვეჯახირებით წალოთ აი გარი ჩვენი ბარბარე რატომ მიცხებენ პირველად ზეც ბიჭებიო საერთოდ ძელად ესე იყო ბავშვებო რომ მამაკაცი მიდიოდა ხოლმე ტაძარში და მთელი ოჯახისთვის ის ლოცულობდა მამაკაცი თუ წავიდოდა ოჯახიდან ტაძარში ეს ითვლებოდა რომ მთელი ოჯახი არის ამ ტაძარში მაგრამ დღეს სამწუხაროდ ცოტა სხვანაირად არის ხშირ შემთხვევაში თორე რა თქმა უნდა დღესაც არიან მორწმუნე მამაკაცები მაგრამ ძირითადად ასე ხდებოდა ხოლმე ადრე მამაკაცი მივიდოდა მეუღლეს წაიყვანდა მერე ორივენი ერთად ბავშვებს წაიყვანდნენ ხო არ დაიღალეთ არა და ეხლა პირიქით არის ზოგ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში ჯერ ბავშვი გაიკვალავს ტაძრისკენ გზას მერე დედა გაყვება სადადის შვილი აინტერესებს მერე მამა მოაკითხავს ჯერ მანქანით გარეთ ელოდება არ შემოდის ცოლშვილს ელოდება ჩასვავს წაი ესეც უკვე ღვთისმსახურება რადგან მოიყვანა დატოვა და ეხა ელოდება რომ წაიყვანოს უკვე ამ ღვთისმსახურებაში მონაწილეობს ზოგი ისეც არის რომ უშლის არ წახვიდეთ არის ეგეთ სამწუხარო შემთხვევები მაგრამ ვინც არ უშლის ეგ უკვე კარგია ვინც ეხმარება ეგ კიდე უკეთესი და თუ ახლა მოახერხა იმან და მანქანის კარი გააღო ეგ ხო ახლა თუ ტაძარში შეიხედა პროცესია ეს ნენელა ესე ხდება ხოლმე სამწუხაროდ საბედნიეროდ რა იცი
და ამიტომაც მე ხა შუაში გავწყვიტე. მამაკაცები პირველად ეზიარებიან, მამაკაცები პირველად იცხებენ ზეწს. თუმცა ეგ არ ნიშნავს ქალის უპატივცემულობას. დაუშვათ ეკლესიიდან უნდა გამოვიდეს ორივე. იქ მამაკაცმა უნდა დაუთმოს ადგილი, გააღოს კარი და მოგძანდითო უთხრას. აფთიაქში, რიგში დგას თუ სხვა ამგვარი, უნდა ქალის მიმართ პატივისცემა გამოიჩინა. ხო ეგრეა. ვაჟკაცს ეგ არ უნდა ეშლებოდეს. ვაჟკაცს ეგ ეშლებოდეს ნიშნავს, რომ საერთოდ არაფრის აზრზე არ არის. არ უნდა ეშლებოდეს. თან ეგ ისეთი რამეა. გახსოვთ ერთი რამ მინდა გაგახსენოთ. ქართული გენიალური ფილმი ფესვები. გახსოვთ საფრანგეთში პაპა ეუბნება შვილიშვილს, ნუ საუბრობენ. კაცმა რომ გაგაბრაზოსო, შეიძლება ხელიც გაარტყაო, მაგრამ ქალს ხო ხელს ვერ გაარტყაო და რატო პაპაო, რატო ვერ გაარტყაო და შენგან ქართველი არ გამოვა. ანუ შენ თუ მაგის ახსნა გჭირდება ქალს ხელი რატო არ უნდა გაარტყაო? შენგან არ გამოვა ქართველი. ანუ ეგ ისეთი რამე მაგას ახსნა არ ჭირდება, რატო? ეგ შეკითხვა ქართველმა ვაჟკაცმა არ უნდა დასვას. მე გამიბრაზებია კლასელი, გამიბრაზებია დედა და მასწავლებელი. და შეკითხვა ვერ გავიგე სიმართლე. ეგრე ყველას გავიბრაზებია, მაგრამ თავარია რომ გამოვასწოროთ. როდის დაიბადეთ, რომელ წელს აშენდა ეკლესია, როდის ეკლესია როდის გახდით ქმარიო? მეთქი რა წერია, ვერ კითხულობ. ეკლესია აშენდა ბავშვებო 2014 წელს. მე დავიბადე 2000 უფრო სწორად. აი, როგორც ქმარი. 2011 წელს და ისე როგორც იბადებიან ხოლმე, ისე რომ დავიბადე 1986 წელს. იესო ქრისტეს დაბადებიდან გავიდა 2025 წელი. ჩვენ ხო წელთაღრიცხვას იქიდან ვითვლით. რას ნიშნავს ალილუია? ალილუია ღვთისმსადიდებელია, დიდება უფალს, აი ესეთი შინაარსი. გამარჯობათ, როგორ ხართ? მინდა რომ კარგად იყოთ. დიდი მადლობა. როცა დავალებას სწავლობ და მასწავლებელს ამ მშობელს ვაბარებ, გული მიჩქარდება და ნერვიულობ. ცოტა ღელვა არა უშავ ბავშვობა, ეს ბუნებრივია, არის ნერვიულობ. არის ჯავრით. ზოგჯერ ბავშვებო ღელვა არის ზოგჯერ ღელვა არის პასუხისგებლობის ნიშანი. როდესაც ღელავს ადამიანი, ესე იგი პასუხისგებლობით უდგება რაღაც საკითხს და ამიტომ ღელავს. იმიტომ ეს ცუდი კი არ არის. ზოგჯერ ღელვა იმის ნიშანია, რომ რაღაცის ეშინია და ამიტომ ღელავს. შერო. ყოველთვის ცუდი არ არის. რა დროს უნდა გადავიწეროთ პირჯვარი, ლოცვის დროს. შეგვიძლია ნებისმიერ დროს გადავიწეროთო, შეგვიძლია ნებისმიერ დროს გადავიწეროთ, ოღონდ პირჯვის გადაწერა სწორად უნდა მოხდეს, გააზრებულად. ისე არასწორად და აი ნაჩქარევად და გაუაზრებლად და აი რაღაცა თითქოს ბუზებში იქშევს ადამიანს. ზოგ მაიცის რომ 10 ჯერ გადაიწერს სწრაფად. ერთხელ გადაიწერო ნორმალურად, გაიხსენო რომ ქრისტეს ჯვარი არის ჩვენი მაცხოვნებელი, რომ ქრისტე ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა და რომ ჯვარს ძალიან დიდი ძალა აქვს და ჩვენ უნდა გვწამდეს ამ ძალისა, ეს საკმარისი ერთხელ გააკეთო, ოღონდ ნორმალურად. რატომ არ შეგვიძლია ბერჯერ მაგალითად 5 ჯერ პირჯვის გადაწერა? 5 ჯერ კი არა, თუ გინდა 10 ჯერ გადაიწერო, ოღონდ 10-ვე ჯერ ნორმალურად გააკეთე. თუმცა ერთი საკმარისი იქ. სულ სიგრძეზე მეფიქრება და ცუდი რაღაცები, რატომ არის ასევა? შეიძლება რაღაცა მოხდა, ან ვიღაცა გარდაგვეცვალა, ან რაღაც გავიგეთ ესეთი. ან შეიძლება სულაც
რამეს უყურეთ ესე დღეს ხომ მულტფილმები ძალიან დაბინძურებულია ამ რაღაცეებით. ყლელობით, რაღაცა საშინელებებით, ამიტომ ყველაფრის ყურება არ შეიძლება. მე გირჩევთ რომ ქართულ მულტფილმებს უყუროთ. შეიძლება ის გრაფიკულად ისეთივე ხარისხიანი ვერ არის როგორც ახალი მულტფილმები, არა, სპეცეფექტები არ ახასიათებს ძველ ქართულ მულტფილმებს, მაგრამ იქ რომ შინაარსია, ისეთ შინაარს დღევანდელ ახალ მულტფილმებში ვერ იპოვეთ. იშვიათი გამონაკლისების გარდა, რა თქმა უნდა. ლოცვის დროს აღმოსავლეთით რატო ვდგებითო? მზე ხო აღმოსავლეთით ამოდის, აღმოსავლეთიდან ამოდის. უფალსაც ეწოდება სიმართლის მზე. ჩვენ უფალს ველოდებით აღმოსავლეთიდან, მეორედ მოსვლა რომ იქნება, ჩვენ უფალს შევხვდებით ისე რომ აღმოსავლეთიდან მოვა. ტაძრებსაც ამიტომ საკურთხეველი აღმოსავლეთით აქვს, რომ ორწმუნე ლოცვის დროს აღმოსავლეთით იდგეს და ადამიანსაც სახში ხატების კუთხე ასე უნდა ჰქონდეს. როგორ უნდა მოიქცეთ თუ შენი მეგობარი გეჩხუბება და გიყვირის? თუ ამბობ რომ მეგობარია და თუ ამბობ რომ გიყვირის, ისე იგი მშვიდად არ არის, ხო მართალია, რაღაცა აწუხებს. და სანამ არ დამშვიდდება, ნუ გასცემ პასუხს, მოითმინე. და შენი მოთმენით უფრო ბევრს ეტყვი, ვიდრე იმით რომ შეეპასუხო. რო დამშვიდება, მერე იოლია რაღაც უთხრა. რო დამშვიდებ, აი დავუშვათ ჩვენ რაღაცის გამო მრისხანებთ. რო დამშვიდებით, მერე რომც არავინ არაფერი გითხრას, ჩვენ თვითონ ხვდებით რომ იქ უსაფუძვლო იყო ჩვენი ამდენი რაღაცა ბობოქრობა და ამდენი ჩხუბი, არა? ისე რომ ცოტა მოთმინება საჭირო, თუ ამბობ რომ მეგობარი. როგორ დავამყარო ბავშვებთან მეგობრობა? მე არ მყავს ბევრი მეგობრები, მაგრამ მინდა ბევრი მეგობარი მყავდეს და როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობარი. როგორ შემოძვირფასებო და თქვენ იყავით ნამდვილი მეგობარი სხვისთვის. სხვას არ მოსთხოვ ნამდვილი მეგობრობა. შენ უერთგულე სხვას. ოღონ იმას კი არა, ვისთანაც შენ გინდა მეგობრობა. ჯერ იმას, ვისაც შენთან მეგობრობა უნდა. გესმით? ზოგჯერ ჩვენ ასე ვართ, რომ ვიღაცაზე ვიტყვით, მაგასთან მეგობრობა არ მინდა. არ და იმას შეიძლება უნდა შენთან უერთგულე, აბა იმას. იყავი მეგობარი მისთვის. იქნებ როგორ ჭირდება შენი თავი, არა? და მე ნახავ რომ ისიც კარგი მეგობარი იქნება და შენ თუ მეგობრობას ისწავლი, სხვა, ოღონდ მეგობრობის გამო უნდა გაიღო რაღაცა. მაგის გარეშე არ გამოვა. შენ თუ არ დაიხარჯე, არ გამოვა არაფერი. ზოგჯერ რაღაცა დაგეზარება და უნდა გააკეთო. ზოგჯერ დრო არ გექნება და უნდა გამოყო ეს დრო. ზოგჯერ შენი სურვილები უნდა გადადო იქით და მას რომ უნდა ის გააკეთო. თუ მარტო იმას იზავ ადამიანი რომ მოდი თავისუფალი დრო თუ დამრჩა, მარტო მაშინ მივეხმარები მეგობარს, გამოარო შენ არ ახარ ერთგული მეგობარი. გესმით რაზე ელაპარაკი? რამდენი დღე გავიდა იესო ქრისტეს წამების და ჯვარცმის შემდეგო. ჩემო ძვირფასებო, იესო ქრისტე 33 წლის იყო, როდესაც ჯვარზე გაეკრა. ეხლა თქვენ გამოთვალეთ, ეხლა არის 2025 წელი. აი ამდენი ხანი გავიდა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ჩვენ როდესაც ცოდვას ჩავდივართ, აი მაგალითად ვიღაცას აწყენინე. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ქრისტეს ტკივილებს კიდევ უფრო ვაძლიერებთ. ჩვენ ამით ჩვენი ცოდვებით ქრისტეს ჯვარს ვაცვამთ. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ. 2000 წელი კი გავიდა, მაგრამ დღესაც ქრისტე ჩვენთვის ჯვარს ეცნობა. ჩვენ ჩვენი ცოდვებით მას ჯვარს ვაცვამთ. მაგრამ ჩვენი ღირსეული საქციელით, ჩვენი სინანულით, ჩვენი თამდაბლობით, სიყვარულით მის ტკივილებს ვამსუბუქებთ. ვინმე რამეს თუ გაგვიკეთებს, უნდა გაბრაზდე თუ არა. გააჩნია რას გაგიკეთებს. ზოგჯერ უნდა გაბრაზდე კიდეც. ზოგჯერ საჭიროა რომ გაბრაზდე. გააჩნია რას გააკეთებს. აი უფალმა მაგალითად, როდესაც შევიდა, მაშინ მრისხანება კი არ არის, მაგრამ ნახე რა გააკეთა. სამლოცველო სახლში იქ მტრედებს ყიდიდნენ, ფულის გადამცვლელი ჯიხურები ვითქონდათ რაღაცები. უთხარო ეს სამლოცველო სახლია და არა ავაზაკთა თავშესაფარია და ბუნაგიო და გამოყარა ისინი იქ. ეს საჭირო იყო და იმიტომ. რა ხდება, როდესაც ადამიანი კვდება?
ადამიანი გარდაიცვლება ბავშვებს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. არის ორი სიკვდილი. ერთი ის, რომ ჩვენ ხორციელად გარდავიცვლებით და მეორე ის, რომ ჩვენი სული კვდება. ჩვენი ხორცი მაშინ კვდება, როდესაც მასში სული აღარ არის. ჩვენ ხო სული და ხორცი ვართ ერთად. და ჩვენი სული მაშინ კვდება, როდესაც ჩვენ არ ვნანობთ ჩვენი ცოდვების გამო და მადლი განგვეშორება. შეიძლება ადამიანი ხორციელად ცოცხალი იყოს, სხვაზე უკეთესადაც დახტოდეს, მაგრამ მისი სული მკვდარი იყოს. მაშინ, როდესაც ის ხოლმე ჭამას მასზე, გართობაზე, დაძინებაზე თუ ასე შემდეგ იფიქრებს და თავის სულზე არ იფიქრებს. გგონიათ, რომ სწავლით წარმატებას მიაღწევთ და თქვენ როგორ გგონიათ, უსწავლელობით წარმატებას მიაღწევთ? ამიტომ რა გასაკვირია, რომ მეგონოს, რომ სწავლით მიაღწევთ წარმატებას. როგორ დავძლიოთ უნება? უნება უნდა დავძლიოთ სახარებისეული ცხოვრების მცდელობით. სახარებისეული ცხოვრების მცდელობა ნიშნავს სულიერ ცხოვრებას და სულიერი ცხოვრებით ადამიანის უნებები იკურნება. სახარებისეული ცხოვრებით იკურნება ადამიანის. ვეცადოთ, რომ ღვთისმცნებები შევასრულოთ და ამით ჩვენი სული განიკურნება. გასვლით გაუშვი, შემოსვლით არა. აი, საბას VIP ლოჟა აქვს იქ რო აღარ უშვებ. მამო, როცა ადამიანს მატერიალურის გამო აწყენინებ, პატიებას თხოვ და არ გპატიობს, როგორ უნდა მოიქცევა? ჩვენ უნდა ვთხოვოთ შენდობა. ჩვენს ღირსებაზე არ არის არ აისახება ის გვაპატიებს თუ არ გვაპატიებს. ოღონდ ცალკბად თუ სთხოვ პატიებას, ეგრე არა. უნდა მართლა ნანობდე რომ. ეხლა კალმის გამო რო კაცს აწყენინებ, თუ ვეულის გამო თუ ნებისმიერ ამის გამო მატერიალური სიცხვილი არ არის. ხო უნდა გცხრენოდეს, ხო უნდა ნანობდე და თუ მართლაც ნანობ, ეს უკვე ღირსება. ის თუ გაპატიებს, ის მისი ღირსება. გესმით, ეს მისი ღირსება რომ გაპატი და შეძლო რომ გაპატი. რამდენი წლის ბრძანდებითო? მეტი საინტერესო, ვერაფერი მოიფიქრეთ. ვარ არც თუ ისე მეგობრული და ვარ ცივი, რა გავაკეთო რომ მეგობრული გავხდეო? რა უნდა გავაკეთო და როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცნენ, ისე უნდა მოექცეთ სხვას. თუ მოგწონს რომ ცივად გვეპყრობიან, ჩვენ და გავაგრძელოთ. როგორც ვაკეთებ და თუ არ მოგწონს, უნდა შევცვალოთ. აი მაგალითად, ვინ არის უფრო მეგობრული? ვინც არის უფრო თბილი? ვისთან მიიწევენ ადამიანი? აი მაგალითად, ძალიან რო ცივა. აი ტყეში მოხვდით ახლა. და ცეცხლი აანთო ვიღაცა. ეხლა ეს ცეცხლი ხო არ დაძდებს ხალხს, რომ მოდით უნდა ჩაგეხუტოთ, გაგათხროთ, ხო არ დაძდებს. მაგრამ ხალხი ნენელა მიიწევს ამ სითბოსგან, ხო მართალია? იმიტომ რომ იცის, რომ იქ გათბება, გალღვება, კარგად იქნება. აი ესეა, თბილ ადამიანთან ადამიანები მიიწევენ. ვინც ხშირად საყვედურობს, იმას გაურბიან, ხო მართალია? აი რო იცი რომ მიხვალ და უნდა გისაყვედუროს, გინდა რომ აი მაგალითად ფუმფულა ლეკვირო ყავ, გინდა რომ მიხვიდე და მოეფერო, მაგრამ კაქტუსს ხო ეგრე ვერ მოეფერები. ის იჩხლიტება. ამიტომ იმას ცოტაერიდება ხალხი. როდის იქნება მეორედ მოსვლა? ეს არავინ არ იცის, გარდა უფლისა. მაგრამ სახარებისეულად ერთ-ერთი მთავარი ნიშანი რა არის მეორედ მოსვლისა? იქ წერია, გამრავლებითა ურჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა, ანუ სიყვარულის ნაკლებობა არის ნიშანი და ერთხელ მეუფე ანდრიამ თქვა ასეთი სიტყვები, რომ ერთ-ერთი ნიშანი მეორედ მოსვლისა რა არის, იცი? ბუნებრივი სიყვარულიც რომ დაიკარგება. ბუნებრივი სიყვარული რა არის? ეხლა მე თუ შევძელი და ეს ადამიანი შევიყვარე. ეს არ იქნება ბუნებრივი სიყვარული, იმიტომ რომ მე და ეს არ ვართ ნათესავები, გესმით? და ჩვენ თუ გვიყვარს ერთმანეთი, ეს ძალიან კარგია. თუ ერთმანეთი არ გვიყვარს და არც ვიცნობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ბუნებრივი სიყვარული დაკნინდა. მაგრამ მე თუ ჩემი დედმამიშვილი აღარ მიყვარს, ჩემი მშობელი შვილი, აი ამ ბუნებრივი სიყვარულის მოკლება
არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა იქნა, ანუ სამყაროს აღსასრული. წარმოიდგინეთ, იქ სადაც ბუნებითაც უნდა გიყვარდეს, ისედაც ისიც რო აღარ არის. ცოტაღა დარჩა, ძალიან აღარ გაწვალეთ. რამდენი ხანი? ჯერადე. არის თუ არა ცოდა, როდესაც ადამიანს ვავნებთ, ან რამეს ვატკენთ შემთხვევით. ეხლა შემთხვევით ყველაფერი ხდება ბავშვებო. შემთხვევითობისგან დაზღვეული არ ვარ, თუმცა იმის გამო რომ შემთხვევით იყოო, აი დავუშვათ მივდივართ და ვიღაცას დავეჯახეთ და წაიქცა და თავი გაუტყდა. შეიძლება შემთხვევით არის. მაგრამ ჩვენ ახლა არ ხეინათ ვიყოთ იმის გამო რომ რა ჩვენი ბრალი ხო არ არის და კარგ ხასიათზე ვიყოთ, ესეც ვერ იქნება ადამიანური, არა, უნდა წუხდე იმის გამო რომ შენს გამო მოხდა საბოლოო ჯამში ის. ჩამწრელი კითხვები არ იყოს. ბევრი ჩამწრელი შეკითხვა. არაფერი არ ეწე. კლასში ბავშვებთან კომუნიკაციის მცვენია. ბავშვებო, თქვენ არავიზე ნაკლები არ ხართ. მათ შორის არც არავიზე მეტი. ყველანი ერთნი ხართ. არავისთან ურთიერთობა არ უნდა შეგწყვეს. უნდა ლაღი იყო და თამამად უთხრა, მოусმინო, გაეხუმრო, იმეგობრო და ასე შემდეგ. ეცადეთ რომ თავი არ დაიტანჯოთ მაგ რაღაცა ეგრეთ წოდებული კომპლექსებით. გაბედე, გადადგი ნაბიჯი და ნახავ რომ ეს ურთიერთობა ჩვეულებრივი ამბავია. რაღაც იცი, რაღაც არ იცი, რაღაცას სწავლობ. რაღაცას დაინახავ რომ სხვაც ესეთია ურთიერთობაში და ესე ნელ-ნელა ვიზდებით და ვსწავლობთ. იმის შიშით რომ აი მე ახლა მე რაღაცა დავილაპარაკო, შეცდომა არ დაუშვაო, ეგ არასწორია. ეგრე მაშინ საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღო. დაილაპარაკებ, შეიძლება შეცდომა დაუშვან. თუ მეგობარია და უყვარხარ იმ გარემოცვა, სადაც შენ ხარ, გეტყვია რომ შენ ეს შეგეშალა, აი ახლა ესე თქვი, ისე კი არა თქვა, აი ესეა სწორი. გამოსწორდება. არაფერი. ეგ არ არის ტრაგედია. როცა რამის გაკეთება გინდა ეცდები, მაგრამ არ გამოგდის. მაშინ რა უნდა ვქნაო? დავით მეფსალმუნე ამბობს, არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი. ხوار გავართულე ძალიან. თუ უფალი არ ააშენებს სახლსო, ტყუილა იჯებიან მისი მაშენებლებიო. თუ უფალი არ დაიცავს ქალაქსო, ტყუილად ფხიზლობენ მისი დარაჯებიო. რატო ამბობ? შოთა რუსთაველის სიტყვები რო თქვა, რაც ღმერთს არ ასწადდეს, არა საქმე არ იქმნები და უნდა ვკითხოთ უფალს. უფალო, მე რო ამდენს ვეწვალები და არ გამოდის, იქნებ შენ არ გინდა რომ ეს გამოვიდეს. ან იქნებ იმიტომ არ გამოდის, რომ ჩემით ვეწვალები და უფალი არ ჩავაყენე. საქმის კურსში როგორც იტყვიან, უფალს არ თხოვე და უფალს უნდა რომ მასთან მივიტანოთ ეს საქმე, რომ მან დალოცოს და გამოვიდეს, რომ ჩვენი ხელით გაკეთებულის გამო არ ამაყდეთ, გამოპარტავდეთ, გესმიდა? უფლის დალოცვით რო გამოვა, ჩვენში სიმდაბლე შენარჩუნდება და საქმეც გამოვა. მეც რამდენი ხანი მინდა რაღაცები გავაკეთო, მაგრამ არ გამოდის და რა უყოთ, იყოს ნება უფლის. მამა, თქვენ გითამაშიათ ფეხბურთიო? მითამაშიან. ეხლა თამაშობ ხოლმე. მაგრამ ამ ბოლო დროს რო ვფიქრობ, ეხლა ცოტა ეთყობა, აი 39-ის ხო არ და ალბათ 40 და იმის მერე კიდე უფრო ეს აზრები გამიჩნდება, რომ ხანდახან დრო რომ არ ყოფნის ხოლმე და რამდენჯერ მინატრია ალბათ თქვენს რომ ნეტა კვირას კიდე ერთი დღე დაემატოს, აი მერვე დღეც იყოს რომ მოვასწრო ხოლმე რაღაცეები, მეთქან რომ ვერ ვასწრებ ხოლმე და აი მაგ დროს უკვე ფეხბურთის თამაშზე ვერ ვფიქრობ. მაგ დროს გონია ხოლმე რომ რა ტყუილა დაძდევენ ამდენი ხალხი ერთ ბურთს მეთქი. მაგრამ სხვა დროს ვაფასებ მათ შრომას და თავდადებას და სილამაზეს. ოღონდ ჩემთვის ფეხბურთი არ არის ციფრები. ამან ამდენი გოლი გაიტანა, ჩემთვის ფეხბურთი არ არის მათემატიკა. ჩემთვის ფეხბურთი სილამაზეა. ამიტომ რო ამბობენ ხოლმე რომ ამან ამდენი გოლი გაიტანა, იმან იმდენჯერ მოიგო. ეგ ჩემთვის არაფერს არ არის. ჩემთვის ცი რა არის?
60,000 კაცია შეკრებილი და შენ 10 უშნო გოლს ურჩენია რომ ერთი გაიტანო ლამაზად. რენე იგიტა გაგგონიათ? რენე იგიტა კოლუმბიელი მეკარე. აი წარმოიდგინეთ, ახლა მოდის ცოტა გადავერთენ ჩემს საყვარელ თემაზე. ბურთი მოფრინავს, შეუძლია ესე აიღოს. შეუძლებელია. გადახტა და ესე ფეხებით აიღო. ეკითხება ჟურნალისტი, რატო გააკეთე ეგ? იმიტომ რომ ფეხბურთი ციფრები კი არ არის, ფეხბურთი სილამაზეა. გესმით? რაღაც აკრობატული ნახტომით აიღო. ოღონდ გარისგან შეიძლება და გასვლოდა გოლი. მაგრამ ეთყობა ეგეთები ბავარჯის და ბევრი გააკეთა. არ გაუმართ. იცი ვის უმართლებს, ვინც ბევრს შრომობს, იმას უმართლებს. ყველა არავის არ უმართლებს. მაგის ილუზია და იმედი არ აქონდეთ. ქარის მოტანის ქარი წაიღებს. იშრომებ, გაგიმართლებს, არ იშრომებ, ქარი მოიტანს, ისევ ქარი გაანიავებს. მადლობა რომ გამიძელით ამ საღამოსაც, მადლობა ღმერთს, მადლობა ჩემს ძვირფას ბავშვებს. Raga bavშვებს უკვე დიდი კაცები არიან, დიდი გოგონები არიან და ჩემს ძვირფას მასწავლებლებს და ათ უკვე მეგობრებს იმდენჯერ შევხვდით, ეხლა ესე იგი სად არის თამადა ბატონი? თამადა. აი, თამადა. გურავი მომენატრა შენი თამადობა. ავდგე თვილოთ.